ეს არის გონება მიუწვდომელი თავდაბლობა სამყაროს შემოქმედისა, როცა ადამიანად მოდის და ჩვენი ლოგიკური აპარატი უძლურია და უსუსურია გაიაზროს და დაიტიოს ღვთის განკაცება. ამიტომ როცა ადამიანი ქრისტიანი არ არის და სხვა რელიგიის წარმომადგენელია, მას საშინელი შინაგანი პროტესტი აქვს, აი უსაშინლესი პროტესტი აქვს. ან თუ ესე თავხედურად არ გამოხატა პროტესტი, გეწინააღმდეგება უჭირს და არ შეუძლია მის დატოვება. როგორ შეიძლება galaktikების შემოქმედი აი ესე ადამიანი დადიოდეს, შენს გვერდზე ჭამდეს, სვავდეს, პატარა ბავშვი იყოს, ესე და ბოლოს აი ესე თვალებში გიყურებდეს, გელაპარაკებოდეს galaktikების შემოქმედი, აი რანაირად შეიძლება ახლა ეს. ჩვენი ლოგიკური აპარატი ამას აპროტესტებს შინაგანად. ამიტომ ჩვენ ვერც კი უღმავდებით მეცას გეტყვით. მე ხშირად მithქვავს თქვენთვის, რომ ადამიანი რომ ამას კარგად ჩაუღმავდეს და ლოგიკურად მოინდომოს გააზრება, რომ ვინ არის იესო ქრისტე, ვის მივიახლებით, როცა ვეზიარებით, შეიძლება ფიზიკურად ვერ გაუძლოს, გული გაუსკდეს, ვერ გაუძლოს მოზღვავებულ გრძნობას და ემოციას. ხო იცით, ადამიანს არ შეუძლია ძალიან დიდი მოზღვავებული ემოციის და გრძნობის გამკლავება. ეს იმდენად წარმოუდგენელი რაღაცა არის. თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელმაც იცის, რომ ესე იგი როგორ გააჩინა ხო სასწაულებრივად და ის ვინც გააჩინა არის ძე მაღლისა, აი ძე მაღლისა, რომ თავად galaktikების შემოქმედი ამის გაცნობიერება მაშინ ხო ნელ-ნელა ხდებოდა წმინდა წერილში ეს კარგად ჩანს, რომ ყველაფერს ისმენდა და გულში იმარხავდა და გესმით, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ამის დატევნა. და ეს შეუძლებელი, ისი დატევნაც კი არ შეგვიძლია, თეორიულადაც კი ისი გააზრებაც არ შეგვიძლია, აი ეს გვწამს, გესმით? ამიტომ არის კიდევ ერთხელ ჩვენი გადარჩენისათვის რაც ღმერთმა გააკეთა, ეს ჩვენი მიხვედრილობით კი არ, ჩვენით კი არ მივხვდით, ეს შეუძლებელია, გვწამს და ვერ ხვდებით მაინც და როგორ შეიძლება ადამიანი ლოგიკურად იმის ბრძოლობდეს აქამდე მივიდეს. ეს იმხელა წყალობაა ღმერთისა ჩვენზე. აი რატომღაც ღმერთმა galaktikების შემოქმედმა შენთვის მოიცალა, შენს გულს შეეხო და შენ ეს იცი ის, რასაც არათუ ვერ მიხვდებოდი, რომ იცი მაინც ვერ ხვდები, გესმით? აი ამაშია საქმე. იფიქრეთ სიღრმისეულად, გაიაზრეთ რა გწამ და მაშინ გახდებით მადლიერნი ღვთისა და გაიაზრეთ თუ რა გახდა საჭირო თქვენს გადასარჩენად. რა გახდა საჭირო? გააზრებაც კი არ შეგვიძლია, გესმით?